მოგესალმებით ზვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ, მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს სტუმრად გვყავს პირდაპირ ჩართვაში ბატონი პეტრე მამრაძე, პოლიტოლოგი. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა რომ გადაწყვიტეთ და გამონახეთ დრო და აი ესე შევხვდით უჯერჯერობით პირდაპირ ეთერში. მადლობელი ვარ მოწვევისათვის. ბატონო პეტრე, დღეს გვექნება საუბარი დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებებთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენებთან და ასე შემდეგ. მე ძალიან საინტერესო კითხვები მაქვს თქვენთვის მომზადებული და ვიმედოვნებ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება. სიამოვნებით. პირველი კითხვა გახლავთ ასეთი: როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში? სტაბილურობის ნიშნები უფრო მეტია თუ კრიზისის? იცით, მე შეიძლება ესეთი განსხვავებული ხედვა მქონდეს, იმიტომ რომ კრიზისი არც ყოფილა და არც არის. და ამას მინდა ხაზი გავუსვა. პოლიტიკური კრიზისი ეს კლასიკურ სახელმწიფოებშიც არის, რა თქმა უნდა, მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადი პოლიტიკური ინსტიტუტი, სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტები ვერ მუშაობენ ამა თუ იმ მიზეზის გამო. აი მაგალითად, როდესაც იტალიაში 50-იან წლებში მთავრობა იცვლებოდა, აიჩნდა თუ არა დაკომპლექტებოდა მთავრობა, უცებ რაღაცა ისევ, ასე ვთქვათ, იცვლებოდა მთავრობა, ისევ ვოტუმი იყო, თქვათ, მთავრობის ადმინდობლობის და ასე შემდეგ და რაღაცა 25-30 ჯერ გამოიცვალა მთავრობა მოკლე ვადებში, თქვათ. კრიზისი იყო ესე. ასე ვთქვათ, როდესაც პარლამენტი ვერ ფუნქციონირებს, პარალიზება ხდება პარლამენტისა. როცა იძულებული არიან კონსტიტუციით განსაზღვრული, ასე ვთქვათ, ძალები, რომ გამოაცხადონ რიგგარეშე, არჩევნები დროს სხვანაირად უბრალოდ არ მუშაობს, მერე შეიძლება იმ რიგგარეშე მას არ უშველოს და ასე შემდეგ. ამას ემატება, როდესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველას უთშევ ამ ხრივ აი გოლდსტოუნის ძალიან ესეთი კარგი წიგნი რევოლუციები. როდესაც ძალოვანები ვეღარ ასრულებენ თავის მოვალეობას. რატომღაც? ან ხელფასები აღარ მისდით დროზე, ან იდეოლოგიური რღვევა. მოკლედ, შესანიშნავი, ასე ვთქვათ, შესანიშნავი ხრი რომ კაფიო მაგალითი გვაქვს ჩვენი ახლო წარსულიდან, ეს არის 2003 წელი. 2003 წელი, როდესაც კორუფციის დონემ, მასობრივი კორუფციის დონემ ისეთ დონეს მიაღწია, რომ მოხსენებად ყველა სტრუქტურა გამოდიოდა მწყობრიდან რიგრიგობით. და ცნობილია, რომ ძალოვანების ხელფასები იყო სრული ფიქცია. რომ თქვა პენსიონერების პენსია იყო 7 ლარი ბევრგან, 13 ლარი, 7 ლარი და იყო რეგიონები, სადაც 3 წელიწადი არც მიუღიათ ეს პენსია. ცხადი ადამიანები პენსიით არ საზრდოდნენ, თორე ყველა მოკვდებოდა, მაგრამ შეურაცხყოფა იყო დიდი. იმუშავე დამენიშნა პენსია, ჯერ პენსია რა არის, უკვე შეურაცხყოფაა და ასე შემდეგ ზევიდან ქვევიდან ბოლომდე, გესმით? და აი მაშინ იყო რას იყო. მაშინ იყო მუხტი და ასე შემდეგ. ეხლა არავითარი კრიზისი არ ყოფილა და იყო რა? მოდით ზუსტად განსხვავოთ რა. ანტიეროვნულ ძალებს არავითარი ოპოზიცია ეს არ არის და აგიხსნით რატომ? აკონტროლებენ რა რამდენიმე ტელევიზიას, აქვთ რა შესაბამისი დაფინანსება, მათ ყოველთვის შეუძლიათ მოაწყონ პირველი ტელეკარტინგების დადგმა, როგორც სააკაშვილი ამბობდა ჩემი თანდასწრებით არაერთხელ. დღევანდელ მსოფლიოში მთავარია დადგა თუ გინდა პოლიტიკაში იყოს შენთვის საჭირო და მომგებიანი ტელეკარტინგა. მე რა აკეთე რას გინდა. ხარშოს ბევრი მსოფლიოში ზუსტად ასე იქცევა ტელეკარტინგების მეშვეობით და თომას დებალმა სააკაშვილს უწოდა ნამდვილი პოსტმოდერნისტული პრეზიდენტი. პოსტმოდერნის ნამდვილი პრეზიდენტი. აი ეს შეუძლიათ. გარდა ამისა, შეუძლიათ სულ 20-25 ადამიანის შეკრებით, ცოტა მეტიც რო იყოს კიდევ უკეთესია, ახლოდან გადაღებით, აჩვენონ ეკრანებზე ტელეკარტინგა, რომ იქცევა ქვეყანა. ასე 20-25 კაცით შედიოდნენ შენობებში, თქვათ, აი ოცნების ოფისში და ასე შემდეგ გორაობდნენ კიბეებზე. ბოლო ტელეკარტინგები ნახეთ სასამართლო შენობებთან. გროვდება 20 ადამიანი, 25 ადამიანი საკმარისია. და ხალხი ეს რა ხდება ჩვენთან და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი. პიკში
პიკში რუსთაველზე ვთქვათ 2000 ადამიანი მოსული. ხო? ამას უცხოელი ექსპერტები მეუბნებიან ხოლმე. მილიონ ნახევრიანი თითქმის ქალაქისათვის 2000 ადამიანი არის სტატისტიკური ნოლი. სულ მცირე დაფინანსებით მეტის მოყვანაც შეიძლება თუ ჯიბეზე გაიკრავენ ზოგიერთი, მაგრამ არ უნდა თავის ფულის ხარჯვა. და გვაქვს რაც გვაქვს. არანაირად არ შეეხო ეს არც პარლამენტის მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ პირი შეკრეს და ანტიეროვნული ძალები საერთოდ არ შევიდნენ პარლამენტში, ბოიკოტი გამოაცხადეს. არანაირად არ შეეხო არც ერთ სამინისტროს, არც ძალოვანს, არც არაძალოვანს და სამაგიეროდ საქართველოს სტაბილურად შედის შარშანაც, შარშანწინაც წელსაც იმ ქვეყნების ძალიან მოკლე ასე ვთქვათ სიაში 3-4, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი ზრდა ეკონომიკური, ნამდვილი ეკონომიკური ბუმი. ეს საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ კრიზისი არ არის. როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ეს არ არის თავსებადი ეკონომიკურ წინსვლასთან ბუმთან. ეს მაშინათვე აისახება. აი ესეთია ჩემი ასე ვთქვათ პასუხი და მინდა გითხრათ, რომ კი ბატონო, ეხლა ამბობენ, რომ ძალიან ხშირად 20-25 ადამიანია რუსთაველზე და მაინც კეტავენ გამზირს. გერმანელებმა კოლეგებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ ცოტა მეტი ისე მთელი პროტესტივით გამომიცხადა საუბარში, ჩამოსულები იყვნენ. ეს არ დაუშვებელია. არ შეიძლება კანონი მთელ მსოფლიოში მაშინ უშვებს ქუჩის გადაკეთებას, როცა სპონტანურად იმდენი ადამიანი მოდის, რომ ძალიანაც რომ უნდოდეს მას ვერ დაეტევიან ტროტუარზე. უნდა გადმოვიდნენ და მაშინ იკეტება გზა, პოლიცია არეგულირებს მანქანების მოძრაობას ფაქტი და აქ რა ხდება, ესენი ტროტუარს რო დადნე, ტროტუარი ისევ თავისუფალი არ რჩება, ისეთი ამდან ცოტანი არიან. რატომ უშვებს ხელისუფლება, რომ აი 20 ადამიანს 25-ს, კაი 30-ს, 60-მდე იყო დავათვლევინე ერთხელ. რატო უშვებენ იმას, რომ 60 ადამიანს შეუძლია გადაკეთოს მთავარი გამზირი? ეს სხვა თემა, ამაზე ახლა არ პასუხობ, მაგრამ ასეა. ასე რომ ეს პასუხი ასეთია, რომ ეს არ არის კრიზისი, მაგრამ აი ესეთი ვითარება შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდხანს. ბატონო პეტრე, რა არის მთავარი გამოწვევა ხელისუფლების წინაშე ახალ ეტაპზე? ახალ ეტაპზე გამოწვევა არის ხელისუფლებისა, რომ ისევ და ისევ იყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა იყოს ქვეყანაში, წესრიგი იყოს, აღიკვეთოს ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, აი მაგალითად უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს. მოგეხსენებათ სულ რაღაცა 30 თუ რამდენი ადამიანი იყო რუსთაველზე, თავისი დროშებით და როგორც მითხრა მეგობრებმა, ვინც ესწრებოდნენ შემთხვევით აშკარად ნარკოტიკების და ჩემო ბატონო ალკოჰოლის ზემოქმედებით, უცებ ყვირილი რუსია, რუსი და ესგერდნენ იმ რუს ჩასაქოლად. პოლიცია მინდა თქვა ბატონო პეტრე, როგორც ვიცი, რუსი არა, ამერიკელი იყო რეალურად. ამერიკელი აღმოჩნდა ლუკ გერეტი, ლევანი ნიკოლიაშვილი, ჩემი ახლო ნაცნობი ამხანაგი, იყო იქ, მერე დაელაპარაკა ამ ამერიკელს და ესეც დაუსჯერი გახდა. ესეთი თავდასხმა ჩაქოლვის მიზნით და ახლა ჩაქოლვას სჭირდება რამდენიმე წამი, როცა დროშების ჯოხებს უტყამენ ადამიანებს, ხო? გადარჩა ადამიანი და ეს კარგია. მაგრამ მე მინდა თქვა, რომ აი ესეთი სტატისტიკურად ნულოვანი ასე ვთქვათ ამბავი პერფორმანსი თბილისისათვის, მაგრამ ტელეკარტინგისთვის საკმარისია, შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდხანს. ამას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკურ კრიზისთან და ხელისუფლების ამოცანებია ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკისთვის განვითარების არა თუ ხელის შეშლა, არამედ ხელშეწყობა ეკონომიკისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის მიტანა მოსახლეობამდე. ეხლა ეს დიდი პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში. კლასიკური სტატიებია მსოფლიოს წამყვანი სოციოფსიქოლოგებისა, რომ Facebook-ის და განსაკუთრებით Facebook-ში ჯგუფების შექმნა რო დაიწყო და ლაიქინგი და შეერი და გაზიარება და სხვა, დღეს მსოფლიოში ძალიან ხშირად გამოკითხვები აჩვენებს, რომ ადამიანები მოწყვეტილები არიან მთლიანად რეალობას. ცხოვრობენ თითქოს ამ რეალობაში. იღვიძებენ, გადიან გარეთ, სამსახურში დადიან, ბრუნდებიან, მაგრამ ვირტუალური ასე ვთქვათ, არა რეალობა ცვლის მათ თავებში რეალობას და ამაზე კლასიკური ნაშრომები
უკვე ქვეყნდება შემიძლია ყველას შევთავაზო. აი ამასთან ბრძოლა რთულია, მაგრამ საჭიროა. აი როდესაც განანდა ყვირიან მაგალითად სადმე ჰარვარდის სტუდენტები from the river to the sea Palestine must be free. ანუ მდინარედან ზვამდე პალესტინა უნდა იყოს თავისუფალი. ეხლა ეკითხებიან სოციოლოგები, თქვენ რომ ამას ყვირით, რომელ მდინარეზეა საუბარი? და ნახევარზე მეტი პასუხობს, ზოგს მისისიპი გონია, ზოგს ამაზონი გონია, ზოგს კიდე რაღაცა გონია და მცირე პროცენტი რომ ეს არის მდინარე იორდანი. რომელ ზღვაზე გულისხმობთ, როცა ყვირით ამას, from the river to the sea? აუ, იწყება ეს. ისე ატლანტიკის ზღვა, ის ზღვა, ეს ზღვა არ იციან, არა და ჰარვარდის სტუდენტები არიან. ეს მსოფლიო პრობლემაა დიდი. პრობლემას და ტრაგედიას, როგორც ამას უწოდებს თქვა ჯონათან ჰაიტი. ეს ამოცანა გადასაჭრელია სკოლებში, უმაღლესებში, ყველგან, რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა არ დაკარგოს შეხება რეალობასთან, ამას უმძიმესი შედეგები აქვს. როცა ადამიანი მასა კარგავს შეხებას რეალობასთან და სულს მაგონია. ბატონო პეტრე, რამდენად ეფექტურია ოპოზიციის მოქმედება და აქვს თუ არა რეალური ალტერნატივა? მინდა ხაზგასმით თქვა, ოპოზიცია საქართველოში არ აყავს. უფრო მეცას გეტყვით. და მე ხო იცით, მე ჩემს პირად დაკვირვებას ხოლმე კი არ ვეყნობი და ყველაზე ნაკლებად სხვათა შორის. არიან შესანიშნავი მეცნიერები, ვინც დაინტერესებულან საქართველოში წარსულშია, ამჟამადაც იკვლევენ, მათ შორის არიან ამერიკელები, დასავლეთ ევროპელები, სხვები არიან. ძალიან კარგი ანალიზი იდება. საქართველოზე წერენ, რომ პროფკავშირული მოძრაობას კი არ დაწყებულა საერთოდ. რომელ პარტიებზე ლაპარაკი? პოლიტიკურ პარტიებზე წერენ, რომ ესე იგი სილუეტის კი არა შანს, რომ ერთი მაინც პოლიტიკური პარტია ჩნდებოდეს ამ ქვეყანაში. და მე მინდა ყველას შევახსენო, რომ 97 წელი იყო, როგორც მახსოვს, ბავშვებს აგვისტო იქნებოდა და მადლენ ოლბრაიტი ჩამოვიდა საქართველოში. ოღონდ მაშინ არ იყო სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების. მაშინ იყო შეერთებული შტატების ელჩი გაეროში. ოლბრაიტმა იმოგზაურა ზუგდიდში ნახა ტოლბილებს შეხვდა, პარლამენტში მოვიდა, შეხვდა ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულს. შეხვდა უმრავლესობას, ელაპარაკა, გაოგონდა ქალბატონი. მრავლის მნახველი. და იშვიათი შემთხვევა, როცა მაღალი თანადობის დიპლომატმა პირდაპირ არა დიპლომატიური ენით, არამედ პირდაპირ ტექსტით თქვა. ოპოზიციასთან ჭალებში შეხვედრის შემდეგ. მინდა შეგახსენოთ. ოპოზიცია ეს არის პოლიტიკური ჯგუფი ან ჯგუფები, რომლების ერთგულები არიან ეროვნული, ანუ სახელმწიფო ინტერესების ეს ერთ და იგივე, ჩვენთან ხშირად ეს კი არ ასმით, და მინიმალური კომპეტენცია აქვთ იმისა, როგორ დაიცვან ეს ინტერესები. ამავდროულად აქვთ საკითხებზე განსხვავებული ხედვა ვიდრე ხელისუფლებას, მაგრამ ლოიალურები ერთგულები არიან ეროვნული ინტერესებისა. თან ეს კომპეტენცია მნიშვნელოვანია. ხოლო როდესაც პოლიტიკურ ჯგუფებს არ არიან ერთგულები ეროვნული, ანუ საკუთრივ ინტერესებისა, როცა პირიქით თავისი მოქმედებით მტრობენ ამ ინტერესებს, მათ ოპოზიცია არ ქვია, მათ სულს ვასახელი ეწოდება და აქ კი დიპლომატი გაჩერდა. მან არ თქვა, რომ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ასე ჯგუფებს ეწოდებოდა და მე საფრანგეთის ომის დროსაც ხალხის მტერი. ეს ბოლშევიკების გამოგონილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს რომ დიდარი ელიტების ნაწილი, რომელიც ებრძვის ხელისუფლებას და პირველში ბიზნა ივანიშვილს, რომ მათ ეს შეძლეს აი ესეთი 4 დაჯგუფების ორგანიზება, რომლებსაც თავის მხრივ გადალახეს რა ბარიერი, თითოეულ მათგანმა 5-ჯერ ნაკლები ხმა აიღო დაახლოებით ვიდრე ხელისუფლება, მაგრამ ერთიანობაში მათ აიღეს 61 ადგილი პარლამენტში, მაშინ როცა ხელისუფლებამ აიღო 89. და ნახეთ,
აი წარმოვიდგინოთ, აი ამას ქვია thought experiment, ანუ გონებრივი ექსპერიმენტი. წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილიყვნენ ერთგულები სახელმწიფო, ანუ ეროვნული ინტერესებისა, ქონოდათ პასუხისმგებლობა საკუთარი ამორჩევლის წინაშე უპირველეს ყოვლისა, ხომ ისეთ მასმა. შესულიყვნენ პარლამენტში, თუ ჰქონდათ რაიმე მტკიცებულება, რომელიმე უბანზე, თუნდაც ერთზე ან ორზე, გაყალბებისა დაედოთ ეს მტკიცებულება, საგულისხმობ ყველა კომისიაში ჰქონდათ ქვეყნის მასშტაბით. ყველა კომისიაში ადგილებზე ყავდათ თავისი წარმომადგენელი, არც ერთმა არ დაწერა საჩივარი. არადა იმისთვის იყო იქ ჩასმული, რომ ხიზლად ყოფილიყო და რამე რო იყოს მაშინათვე საჩივარი მომზადებულიყო. პრაქტიკულად არავინ. ეგეთი კარგი არჩევნები არ ყოფილა. ამაზე ილაპარაკეს მერე ღია იმაში. და აი გაკეთდა ფსონი, რომ არ შევალთ და მე პირველმა ერთ-ერთმა ალბათ, იმიტომ რომ კოლეგებმა გამომიგზავნეს ჯერ ჯორჯ მარშალის ფონდის ასქვათ ანგარიში საქართველოსზე, სადაც ლორა ტორტონი აწერდა ხელს და ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო, ეს ხო NDA-ის ხელმძღვანელი იყო საქართველოში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეერთებული შტატებისა და იმდენად დაუმეგობრდა სააკაშვილის ნაცებს, რომ იქ გამყოფი ხაზი აღარ არსებობდა. ჩვენ ვამბობთ ნაცები გულისხმობთ ტორტონს და ვამბობთ ტორტონს გულისხმობთ ნაცებს, ხო? იქ ეწერა ყველაფერი და მე იგივე ქალბატონმა უკვე მაკეინის ინსტიტუტის სახელით დაწერა იგივე. აი ეს გაშლილი პროგრამა როგორ უნდა ემოქმედა ოპოზიციას. მერე სასოწარკვეთილი შეიძლება ეს გახსოვთ, ბოლოს წერდა გამოდიოდა, რომ რა ვქნათ, ახლა გვჩება ასეთი ზომები, როგორიცაა, რომ დასუფთავების სამსახურმა აღარ გაიტანოს ნაგავი, რომ თბილისი ჩაეფლოს ნაგავში. მოუწოდებ ბანკებს, რომ ბანკებმა არ იმუშაონ. არც ერთი ტრანსაქცია არ უნდა შედგეს და მოხდეს ფინანსური პარალიზება ქვეყნისა. მერე კი უკვე ესეც გაჩერდა და კაიხანია არ გამიგია მისი გვარი. შეგვჭა ხელში ერთადერთი ლეგიტიმური სტიპენდიატი მაკეინის ინსტიტუტისა საღოლე ზურაბიშვილი. აი ესეთი ვითარება გვაქვს და აი ეს მინდა რომ მეთქვა. როგორც კი გამოჩნდება ოპოზიცია, ყველას ვეხვეწები არ დამიმალოთ. მე შეიძლება რამე გამოვშეს. მაშინაც მე მივალ ხელს ჩამოვართვებ და შევთავაზებ თელს ჩემ ცოდნას და გამოცდილებას. რატო იცით? იმიტომ რომ ოპოზიცია აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის. თუ ქვეყანა ხასიათდება ისეთი დემოკრატიულობის ხარისხით და თავისუფლების, როგორც აქვს საქართველო, რომელიც უსწრებს ნატოს წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებს 16 ქვეყანას 27-დან. იცით? აუცილებელია. აი რატო არ გაჩნდა ოპოზიცია საქართველოში და რატო არ შეიქმნა არც ერთი პარტია? ეს არის ცალკე თემა, ძალიან საინტერესო მეცნიერთათვის, მაგრამ ამის დრო ჩვენ არ გვაქვს, შეიძლება სხვა დროსაც იყოს. ძალიან. მეოთხე კითხვა, ბატონო პეტრე, რა მოლოდინები გაქვთ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით? რა ტენდენციებს ხედავთ? ტენდენციას ხედავ, რომ აი თითქოს პირი შეკრეს ანტიეროვნულმა ძალებმა, აი 4 პარტიას გულისხმობ. საიდანაც 2 შევა ბოიკოტის რეჟიმში, 2-მა გამოაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას შემობატონ ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ აი ამ პერიოდში დაწყებული იქედან, როდესაც უკრაინაში ეს ომი დაიწყო რუსეთმა, პუტინმა. მერე იყო ეს კანონების მიღება და მათი გამოსვლები. 20 წლის არჩევნების გვახსოვს, ხო? როცა არც ერთმა სიამდვილეში ბარიერის კი ვერ გადალახა, მაშინ ბარიერი ყოფილიყო და მხოლოდ იმიტომ მოხდნენ პარლამენტში, რომ ბარიერი არ იყო არც ერთმა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის გარდა. მიშა სააკაშვილმა პირადად მოიპოვა 36 ადგილი, რაც 7-ჯერ მეტი იყო მეორე ადგილზე გასულ ბოკერიაზე. და ეს იმ პირობებში, ეს ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, ეს უნდა იცოდეს ყველა. იმ პირობებში, როცა ბუბა კიკაბიძე დასვა პირველ ნომრად. თავისი პარტიის პირველ ნომრად. და ბუბა კიკაბიძეანად სააკაშვილმა 1.5-ჯერ მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად აღებულმა. დანარჩენმა ერთად 24 ხმა აიღეს. სულ. მან 36. და მე რაც ხდებოდა ვიცით ჩვენ. და მე უკვე 24 წლის არჩევნები და
თითქოს და აი რო ვიყოთ შეთქმულების თეორიის თქვათ ისინი მიმდევრები ჩვენ შეგვიძლია გვეთქვა რომ რა ვიცი ეს რა ფული გადაუხადა ოცნება მათ რომ თავისი სრული დისკრედიტაცია მოეხდინათ თავისი სრული პოლიტიკური განადგურება რომ გაეხარწყათ თუ რამე ქონდათ ის 12% და ასე შემდეგ რომ აი საგინებლად გაიხადეს თავი რამდენი მეუბნება მათ შორის ვინც ხმამის ეს პირველ რიგში ნახეთ რა საინტერესოა ვინ არ გამოიყვანეს რუსთაველზე ჩემი თვალით უყურებდი აი IT ტექნოლოგიების წარმომადგენლები მოდიან აი რაღაცა ბანკების წარმომადგენლები მოდიან ჩემი ცოლის და ქალების ფილმის მსახიობები და ერთხელ თუ ნახეთ თქვენ რომ მოდიან ამა თუ იმ პარტიის ან მოცემული ამ 4 პარტიის ჭყალებში ამომრჩევლები განა ლოგიკა არ არის რომ პირველი ვისაც გულში უნდა მოხვედრო და გაყალბება ეს არის ამომრჩეველი ერთგული ამომრჩეველი რომელმაც მოცემულ პარტიას მისცა ხმა და გაყალბების გამო მხოლოდ 12% აქ ან რაღაცა და გამოდის და აპროტესტებს არა ამომრჩეველი არც ერთხელ არ გამოსულა პლაკატებით ხარს ვუჭერ გახარიას ხარს ვუჭერ ლელოს შმელოს ხარს ვუჭერ ბოკუჩავა ვაშაძეს ხარს ვუჭერ იმას რა ქვია ჩვენ ბატონო მელიას და გვარამიას ხო ერთხელ ნახეთ რუსთაველს ესენ და დაფიქრდით ამაზე ალბათ დაფიქრდით ხო აი ყველა კარგია რომ დაფიქრდეს რასთან გვაქვს საქმე ბატონო ბატონო იცვლება თუ არა ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურა ბოლო წლებში თქვენი იცვლება იცით იცვლება ამორჩევლებმა დიდმა ნაწილმა თან გაიგო რომ აი არჩევნები ეს არის ჩვეულებრივი პროცესი სამუშაო რეჟიმში რომ უნდა იმუშაოს მოქალაქემ რომ უნდა ერთადერთი რაც გააკეთოს ყველა წესი დაცვით მივიდეს და მისცეს ხმა ვისაც უნდა როგორც უნდა თუ უნდა ყველა გადახაზოს ეს მისინება რა თქმა უნდა შეუძლია არ მივიდეს საერთოდ არჩევნებზე რაც თავისთავად არ არის კარგი და ევროპის ერთ-ერთი სენი არის ის რომ აღარ დადიან არჩევნებზე გაწმირებული ადამიანები რომ ამ არჩევნებით არაფერი იცვლება ერთი დაჯგუფება მეორეს ფლის არ იქნება ჩვენი პასუხების სრული თუ არ ვიტყვი რომ პოლიტიკური პარტიების ეროზია ძალიან ძლიერი მოხდა და დაიწყო დასავლეთში დღეს რო პარტიებია დასავლეთში არაფერი არ აქვს საერთო იმ პარტიებთან რაც იყო ჯერ 50-ან 60-ან წლებში ვერც კი შეადარეთ დღეს სამყარო ამერიკელი პოლიტოლოგები წერიან რომ არც რესპუბლიკური პარტია აღარ აქვს 10 წელია მეტია წელია წერენ ამ არც დემოკრატიული არის ორი ფანდრაიზინგი ანუ ფულის შემგროვებელი სტრუქტურა რომელიც ეძებს ხოლმე პოლიტიკურად ფოტოგენურ ადამიანს რომელიც გაკაჩავს და მოიგებს არჩევნებს ხოლო ის რომ იყო ძალიან მყარი პლატფორმა პოზიცია რესპუბლიკელებისა და დემოკრატებისა და უნიკალობა იყო რომ ყველა არსებით ეროვნულ არსებულ საკითხზე ყოველთვის იყო ორპარტიული მხარდაჭერა ეს ჩაბარდა წავს დიდი ხანია ამერიკაში ჩვენ ნახეთ მაკრონი როგორ მოვიდა მაკრონმა გაიმარჯვა პირველ ნულად მაშინ დებატებზე და არჩევნებში მე ფრანგები მეგობრები მეუბნებოდნენ არაფერი არ გამომბო იმიტომ რომ მაგას ხო არ ყავს პარტია ეროვნულ ასამბლეაში მოთხარ პარტია ვისაც შეყრის და გამოაცხადებს ესენი ჩემი პარტია ესენი იქნებიან ასე იქნება ну შეიძლება ბუბაკიკაბიძე აქედან არ დასჭირდეს გამოძახება მაგრამ თავისი ბუბაკიკაბიძე მოიძებნება საფრანგეთშიც შეიცვალა დრო მაგრამ ნახეთ დავდივართ არჩევნებზე შვიდად განან რიგში მე მაგალითად ვეკითხებოდი სხვებს მე ვაკეში მივეცი ხმა როგორც ყოველთვის ხო მაგრამ ვეკითხებოდი სხვებს აი თუ იყო რამე შელაპარაკება კამათი არაფერი ეს ხო კულტურაა რომ არ არის არჩევნებში როცა რიგში დგახარ კიბეებზე ან როცა შედიხარ მოჯა ოთახში იქ აღარ არის ადგილი უკვე პოლემიკისა და მithbet ხარ პოლიტიკისა ეს საუკეთესო მაჩვენებელი კულტურისა და ყველაფერი იყო ძალიან ისე რომ ვიტყვიან უცხოელები მეუბნებოდნენ იმ დღეს
როგორ შვიდად, როგორ ასე ვთქვათ, ინტელიგენტურად, რასაც ქვია მაღალი კულტურით დავდება თქვენთან არჩევნები. იმ დღეს მართალია თბილისშია ყოფილი უცხოელები მეუბნება. სხვაგან არ მელაპარაკია, მაგრამ სხვაგანაც ვიცი, რომ კარგი ვითარება იყოს, რომ იცვლება. დიდი ნაწილი ისე იცვლება, ყველასი არა. ბატონო პეტრე, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ლიდერების როლი უფრო მნიშვნელოვანია თუ ინსტიტუციების? ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ლიდერების როლი. ეს გამოჩნდა ძალიან მკვეთრად. ძალიან მკვეთრად გამოჩნდა ჯერ კიდევ ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის აღზევების დროს. აი, როცა დადიოდნენ ქუჩაში, ყვიროდნენ და როცა 9 აპრილს უწმინდესი მივიდა მომიტინგეებთან, რა თქვა, გეძლებათ კურთხევა, გადავიდეთ ანუ ერთად. ქაშვეთის ეკლესიაში და იქ ვილოსოთ, იქიდან არა, ლიდერები ყვიროდნენ, რომელიც არც ერთი არ დაშავდა საერთოდ, არც ერთი. დაიღუპნენ ძირითადად ქალბატონები, რაც არის წარუშლელი სირცხვილი ჩვენი ერისათვის. 21 დაღუპულიდან 18-ია ქალბატონი, როგორც ნახსოვს. შეიძლება დავგუგლოთ და ვნახოთ. მათ შორის სრულიად ახალგაზრდა გოგონები, შეიძლება ითქვას ქალიშვილები, ვისაც ოჯახები უნდა შეექმნათ და ბავშვი გაეჩინათ. ისინი არა, გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველამ შეიძლება YouTube-ში ნახოს ღირსების სასამართლო. დროს ითხოვს, ერთ საათზე მეტხანს დროს ითხოვს ცოტას, მაგრამ აი ყველამ ნახოს. აი კულტურა, მე მოგკითხეთ იმ ადამიანებს, იქ რაც ხდება. ბატონო პეტრე, ანუ ღირსების სასამართლო ეს ვიდეო YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი, ხო, რომ ვნახოთ? კი, და იქ თქვენ ნახავთ. იქნება ეს ჭავჭავაძე, ჩემო ბატონო, ან გია ჭანტურია. აი მე შენ შუბს გაგიხრეთ, არა მე შენ შუბს გაგიფხრეთ. არა მე, არა შენ და ასე შემდეგ და ესეთი კულტურა ჩანს. ესმით, ყველამ უნდა ნახოს და რეებს ლაპარაკობენ საერთოდ ყველანი. რას ლაპარაკობენ? დიახ და აი ეს რა თქმა უნდა პრობლემა არის. იყო. ეხლა ბევრად უკეთესობა. ბატონო პეტრე, რამდენად არის საზოგადოება დაღლილი მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირებებით? იცით, კიდევ ამბობ, საზოგადოებაში ბევრს მიაშია, აი პოლიტიკური დაპირისპირება. საადაა პოლიტიკური დაპირისპირება? და ის სად? რომ მაჩვენეთ აზრთა ჭიდილი. მე მესმის პოლიტიკური დაპირისპირება იყო ძალიან მკვეთრი სოციალ-დემოკრატებსა და ილია ჭავჭავაძის და მის მხარდამჭერებს შორის. წაიკითხეთ, ესე იგი სიტყვა-პასუხი. და მწვავე იყო. ნოე ჟორდანიამ დაწერა, ჩვენ ფიზიკურად არ მოგვიკლავს თავად ილია ჭავჭავაძე, მაგრამ დიახას ჩვენ შევქმნით ის კლიმატი, რომლის დროსაც ასეთი ადამიანები ხომ უნდა წავიდნენ, ლიკვიდაცია უნდა მოხდეს მათი, ჩემი ენით ვამბობ და მე ეს ფრაზაა ცნობილი, როცა ტყეს ჭრიან, ნაფოტი ცვივა, მათთვის ილია იყო ნაფოტი. ეს მიჭავჭავაძე. ეს კაცი მერე გახდა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე. აი განწყობა მოსახლეობაში როგორი იყო, ხომ? მაგრამ ჭიდილი იყო. ასეთივე ძალიან წვავე დაპირისპირება იყო, ვთქვათ, გამარჯვებულ ბოლშევიკებში, ფრთები იყო სხვადასხვა ფრთა და იქ შეგიძლიათ ნახოთ, არის ეს სტენოგრამები დარჩენილი. აქ რა არის? რა აზრებია, რა იდეოლოგია, რამე არის? სიამოვნებით ჩავერთვები. აქ არის პინძური ცირის წამება და ლანცვაგინება. ბატონო პეტრე, Zoom-მა აგერ notification-ი მომცა 8 წუთში დასრულდება ჩვენი ავტომატურად ჩვენი ჩართვა, იმიტომ რომ გააქტიურებ ნაყიდი არა მაქვს Zoom-ის სამწუხაროდ და ამიტომ დაგისვავთ ბოლო კითხვას. კი. რა რჩევას მისცემთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ საზოგადოებაში ნდობა აღადგინონ? იცით, მე იმდენად ღრმად ვიცი, რომ ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ლიდერებს არავითარი რჩევა არ უშველის და არ შეისვენენ, ყველას აქვს თავისი პირადი, ვიწრო პირადი და ფინანსური ინტერესი უპირველეს ყოვლისა. მიდი და ურჩი ეგეთ ადამიანს. მაგრამ ზოგადად მე ვიტყოდი, რომ როდესაც პოლიტიკოსი სულ ტყუილს ამბობს, ის ადრე თუ გვიან და ჩვენ დროში საკმაოდ ადრეს
ნდობას კარგავს. და ეს ნდობა დაკარგულია. როდესაც თქვა ბანკირებს იცნობენ როგორც მევახშეებს და ბევრი ადამიანი არის გამწარებული მათი მევახშეობით და ყველას ახსოვს რომ რომარე ივანიშვილის ასე ვთქვათ გამოჩენა ისევ ასპარეზზე 18 წელს 100,000 ადამიანს უნდა დაეკარგა ბინა და გასულიყო ქუჩაში ჩადებული ჰქონდათ და მაშინ თქვა ივანიშვილმა რომ აი სავალალო ვითარება ორი ბანკის გამო და უნდა უშველოთ საქმეს და რეგულაციების არ ქონის გამო და უშველა ხო აი ხლა ამის შემდეგ როცა დგანან დავობენ ანაკლი როგორც მაგალითი მე აგებენ ყველა სასამართლოს აგერ გადაიხადა იმ კაცმა ეს 6 მილიონი დოლარი უკვე გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას რომ არაფერი შეშლა არ ყოფილა ხო და როცა ყველაფერში ასეა როცა ბოკუჩავე ყვირის რომ სააკაშვილმა შექმნა საქართველო გაუხსნა მას გზა ევროპისაკენ ეს სააკაშვილი რომელმაც პირადად თქვა არაერთხელ ინტერვიუში მას შორის ოსბორნთან ინტერვიუში რომ როგორც ჩანს პუტინმა ყველაფერი სწორედ გააკეთა საქართველოს აღარასოდეს აღარ მიიღებენ არც ნატოში არც ევროკავშირში მას შემდეგ რაც მან თავისი ხელით ბიზამისთან ერთად მოიყვანა რუსის ბაზები უკან და დააყენა თბილისთან 30 კილომეტრში და ასე შემდეგ როცა მოდის ტყილების ჭავლი ადამიანები იხლებიან გვარამია თქვათ ხო რო დაეჭერ ჭიქას წითელი წვენით ხელში და იტყვი რომ ქართველებო აი ესე შევსვავ თქვენ სისხლსა და მე მოვისაქმებ თქვენს მარნებში და მე გამოვაცხადებ საკუთარ ტელევიზიაში ახლა ერთადერთი ნატრამ აქ ჩამოვარდეს მეტეორიტი და შტანთქას ჩვენი სტუდენტობა რო არავინ არ დარჩეს სოცხალი ხო ყველაფერს ამას შემიყურით ვისმენდი ვაი მათ ვინც მაინც ხმამისეს ვაი მე არ ვიცოდით რატო არ ვიცოდით ამ ქვეყანაში რა ცხოვრობთ ჩართეთ ნახეთ ყველაფერი ესე ასე რომ აი ეგ მომენტი არის ძლიერი ძალიან აი მე წავომედგენია ნახეთ ოპოზიცია რო იყოს ნამდვილი ოპოზიცია უნდა თქვას სიმართლე უნდა თქვას სიმართლე სააკაშვილის რეჟიმზე რომელიც კი ბოლო წლები იყო სრულიად ავტორიტარული კლეპტოკრატია და იყო მერე საშინელი სიცხლიანი ავანტიურა სამხედრო პოლიტიკური ავანტიურა 2008 წელს მაგრამ ვინმე არ ხსნებს მე სულ წერ პირველი წლები ივანიშვილის მილიარდებით რამხელა საქმეები გაკეთდა ივანიშვილის ფულით პოლიციას ფეხზე დაყენება თუ საბაჟოს გესმით თავდაცვის სამინისტრო თუ გადასახადებისას ვთქვათ სამსახური 2000 წელს მეუბნებოდნენ ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოსულები თქვენი საპატრულო პოლიცია ჯობია ბევრად ჩვენსასო და ჩვენ ვართ ნატოს წევრები და ასე ობიექტური უნდა იყოს და ჩვენთან სამწუხაროდ ამ ყველაფერი არის შავითან ძალიან შავი როცა პოლიტიკოსი პირს აყევს ამ ყველაფერი უნდა იყოს თეთრი და ქათქათა თეთრი ეგრე სად არის 8 საუკუნის წინათ გენიოსმა ჩვენმა წინაპარმა თქვა ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერით და სად არის უთვალავი ფერი როცა რჩება ძალიან შავი და ძალიან თეთრი ხო აი ესე უსურვებდი ოპოზიციას სიმართლე ფაქტებით აპელირება ფაქტებით და რაც ივანიშვილმა თქვა და შეასრულა სხვა შორის ვერ წავართ მე ამას თქვა ჩემი მისია რომ საქართველოში აღარ იყოს მესია იმ ნათქვამიდან 12 წელია გასული 13 სრულდება და სასწაული ბედნიერი ერი აღარ დარბის ქუჩებში ყვირილით ვარშა გრიშა ან კიდე რაღაც ეგეთი საშა ან ვიღაცა ეს ჩაბარდა წარსულს ეს დიდი მონაპოვარია ხალხში ეს მოთხოვნა ნაწილში არის რომ მოვიდეს პატრონი და უპატრონოს ქვეყანას თუ არა შენ თვითონ დაუპატრონო თუ ხარ მოქალაქე ხო ეს დიდი ამბავია 12 წელია და მესია არ არის მერტმა დაგვიფაროს კიდე ერთი მესიისაგან მე კი ასე გეტყვით რომ ერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ბატონო პეტრე რომ დამითმეთ დრო გამონახეთ დრო რომელიც თითქმის საერთოდ არ გაქვთ და ჩამერთეთ ასე ვთქვათ ზუმის ეთერში სამწუხაროდ ზუმი რომ მქონდეს ნაყიდი კაი იქნებოდა უფრო დიდხანს ვისაუბრებდით მაგრამ რა კაი დრო მოსასმენად კარგი დროა ნახევარი საათი მე რთულია დამიჯერეთ მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის და იმედია უკვე უფრო ახლოს ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს და
ადამიანურად, კაცურად მირზებოსნით ამბები. გაიხარე ბატონო პეტრე და მადლობა ყველაფრისთვის. ეს იყო გადაცემა ხალხის პირისპირ, სტუმრად ყავდა პოლიტოლოგი ბატონი პეტრე მამრაძე და შევხვდებით უკვე ხვალ ახალი ეპიზოდით უკვე სტუდიაში სტუმართან ერთად. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო პეტრე. ახლა ის გემშვიდობებით.